გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან მოგესალმებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას კენკროვანი კულტურები დაინტერესებას ურჩევს. მათი ინფორმაციით კახეთში ჟოლოზე, უეკლო მაყვალსა და სხვა კენკროვან ხილზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებ დეტალურად, რისი წარმოებაა პერსპექტიული კახეთში, რა პროდუქტი იყიდება კარგად და მაღალ ფასში და როგორ უნდა გაიტანონ ფერმერებმა ქართული ხილი ევროპის ბაზარზე. ჩვენი სტუმრები არიან იზოლდა ქიტესაშვილი, უეკლო მაყვალის წარმოებელი გურჯაანიდან, თამარ დიღმელიშვილი, ღვინის მწარმოებელი ქალი შაშიანიდან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე თათრიშვილი. ასევე თბილისიდან გადაცემაში ჩაგორთობა მირიან ეჯიბაია, ვებ-პორტალი ევროპა საქართველოსთვის მკვლევარი ორგანიზაცია კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი. დისკუსია ხორციელდება ტელეკომპანია გურჯაანის მიერ აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში. სატელევიზიო პროგრამის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. გადაცემის მსვლელობისას შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომრებზე 0353 22 33 30 ან 571 72 0207 და პირდაპირ ეთერში დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. დიდ მადლობას გიხდით ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემაში მონაწილეობის მიღებისათვის. ქალბატონო იზოლდა, პირველი კითხვა მექნება თქვენთან, როდიდან და როგორ დაინტერესდით უეკლო მაყვალის ჯიშის კულტურით და როგორ განვითარდა თქვენი ბიზნესი? დიახ. პირველი ენერგები რამდენიმე ათეული მივიღეთ 2010 წელს აისის ბაზაზე, გაჭრეთის კოლეჯ აისის ბაზაზე იყო ექსტენსიის ცენტრი. ქალბატონმა თამარ სანიკიძემ შემოგვიტანა მაყვალი, ჟოლო და მოცხარი. დიახ. და მას შემდეგ გავამრავლეთ, გავაშენეთ და დღეისათვის უკვე ბევრმა იცით, რომ 4 ჰექტარზე გვაქვს აშენებული უეკლო მაყვალი, ჯიში ჩესტერია და თანდისთან ვფიქრობთ კიდევ უფრო გაფართოებას რა კუთხით. წელს 1 ჰექტარზე ვაკეთებ სანერგე მეურნეობას, გვექნება ახალი ჯიშის უეკლო მაყვალი, რომელიც შემოიტანეს თურქეთიდან, გვექნება ჟოლო, რამდენიმე სახეობა და მოცხარი. ქალბატონო იზოლდა, რამდენიმე წელს წინ თქვენ კოოპერატივით ჩამოაყალიბეთ, რამდენი ადამიანი გაერთიანდით და რაში დაგეხმარათ ეს? 2014 წლიდან როგორც კი დაიწყო რეგისტრაცია, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 5 პიროვნებამ კოოპერატივი. გილე დღეისათვის უკვე 11 წევრი ვართ. ჩვენ გავაკეთეთ ხილის საშრობი, USAID-ის დახმარებით, გრანტიორები ვართ მათი და პირველ 2016 წელს ჩვენ მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ შრობა. ამ წელს 2017 წელს ჩვენ გეგმავთ უფრო აქტიურად გავიცანით ბაზარი, რაზე იყო მოთხოვნილება და უფრო აქტიურად ვაპირებთ ჩართვას ამ საკითხში. რაში დაგვეხმარა კოოპერატივი, რომ ერთობლივი მუშაობა, ერთობლივი დაგეგმარება, ერთმანეთის გვერდით დგომა, ეს ცოტა სარნიშნავს სოფლის მეურნეობის განვითარებას. თქვენ ასევე ჩამოაყალიბეთ ასოციაცია და რამდენი ფერმერი არის დაინტერესებული უეკლო მაყვლით, თუ გაქვთ თქვენი ინფორმაცია ამის შესახებ? მოთხოვნიდან გამომდინარე მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება არითმეტიკული კი არა გეომეტრიული პროგრესით იზრდება. წელს მხოლოდ ჩვენი ენერგით სადღაც 20 ჰექტრამდე გაშენდა ეს უეკლო მაყვალი. საკმაოდ კახეთი, ყვარლის რაიონში გააშენეს გურჯაანში, გააშენეს ახმეტათელავში, მარნეულმა წაიღო, იმერეთმა წაიღო, ასე რომ თითქმის ყველა რეგიონში და 80% სარგებლობს დანერგე მომავლის პროგრამით. დიახ, ახლა ჩვენს ჯგუფს ვთხოვ, რომ სიუჟეტი გავიდეს, რომელიც თქვენზე არის მომზადებული და შემდეგ უკვე განვაგრძობთ საუბარს ამ თემაზე.
Ევროპისა და ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანის მიზნით გურჯანელმა ფერმერმა იზოლდა კიტესაშვილმა მაყულის რამდენიმე მწარმოებელთან ერთად ასოციაცია ჩამოაყალიბა. მას 2010 წლიდან 4 ჰექტარზე გაშენებული ამერიკული ჩესტერის ჯიშის უეკლო მაყვალი მოყავს და ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამს 3 ლარად ყიდის. ევროპის ბაზარზე პროდუქტი რომ გაიტანოს მინიმუმ 100 ტონა მაყვალია საჭირო. ასოციაცია კი როგორც თავად ამბობს, კენკროვანი ხილის გატანაში დაეხმარება. მისივე თქმით, მაყულის წარმოებით ქართველი ემიგრანტები დაინტერესდნენ. სხვა გურჯანელი ფერმერების თუ გააშენებენ უეკლო მაყულის ბაღებს და სამაცივრე მეურნეობის პრობლემასაც მოაგვარებენ, პროდუქტს დიდი საექსპორტო პოტენციალი ექნება როგორც ევროპის, ასევე ამერიკის ბაზარზე. ჩვენ თუ გავერთიანდებით, უკვე ნებისმიერ უпроსორად გავერთიანდით და შემდგომში ბევრი შემოგვიერთდება, რომ ერთობლივი ძალით გავიდეთ ბაზარზე, ევროპის ბაზარზე. მარტო ერთი ადამიანი ვერ გავა, ასოციაციას ვთვლი, რომ თავისი დიდი ძალა ექნება. ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლეობა გამოგვეხმაურა, აქვთ სურვილი. მაგრამ კიდევ ერთი დიდი, ასე ვთქვათ, კმაყოფილების ელემენტია, რომ ჩვენი ემიგრანტები გვიკავშირდებიან ამერიკიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და აქვთ სურვილი ჩამოსვლის, გაშენების. იქამდე კი სანამ იზოლდა კიტესაშვილი ჩესტერის ჯიშის უეკლო მაყვალს ევროპის ბაზარზე გაიტანს, მან 1 ტონა ხურმის ჭირი, ცოტა ქლიავის, ლეღვის, ვაშლის ჭირი და ტყლაპი უკვე გააგზავნა გერმანიაში. გავგზავნეთ და კარგად წავიდა, რამდენიმე შემოთავაზება არის, პიროვნება რომელიც პოლონეთში უნდა გატანა, გერმანიაში უნდა გატანა, აი რაოდენობაზე არ არის საუბარი. რამდენსაც აწარმოებთ, რასაც აწარმოებთ. და კილოგრამს ვთქვათ, რამდენად ჩაიბარებენ? ხურმის ჭირი 6 ლარად წაიღეს, მისაღები ფასია ჩვენთვის. მაყულის მწარმოებელთა ახლად შექმნილი ასოციაცია ზაფხულში პროექტ აწარმოეს საქართველოს თანადაფინანსებით სამაცივრე მეურნეობის გახსნას გეგმავს, სადაც უეკლო მაყვალთან ერთად მარწყვს, ჟოლოს, ალუბალს, ხურმას, ლეხვსა და ქლიავს გაყინავენ. წარმოებულ პროდუქტს კი ევროპაში გაყიდიან. ქალბატონო იზოლდა, თქვენ ახსენეთ სიუჟეტში, რომ მინიმუმ 1000 ტონა არის საჭირო იმისათვის, რომ ევროპის ბაზარზე გააგზავნოთ და როდესაც ასოციაცია ჩამოაყალიბეთ, სულ რამდენი ტონა მაყვალს აგროვებთ? ჯერჯერობით ჩვენი მონაცემებით რა ფართობზედაც არის გაშენებული, მაქსიმუმ შეიძლება 100 ტონა მივიღოთ მაყვალი. ჟოლოც არის, ეს ნამდვილად ამის ინფორმაცია მე არ მაქვს რა რაოდენობით შეიძლება მოიკრიფოს და გაიტანოს. სურველი ძალიან ბევრია. კვირაში თითქმის 2 თუ არა 1 წარმომადგენელი მაინც მოდის, აი ახლა შაბათს იყვნენ ყაზახები, რომლებსაც აი რაოდენობაზე არ საუბრობენ, არც ფასზე, გვეუბნებიან თქვენ რამ რაოდენობით შეგიძლიათ მოგაწოდოთ. თუმცა თქვენ ფასით ალბათ ინტერესდებით. რა თქმა უნდა, ფასით ვინტერესდებით, ყველაფერი ჩასათვლელია, გასათვლელია, მისაღები უნდა იყოს იმ ფერმერისათვის, რომ დანახარჯებიც დაფაროს და მოგებაც ჰქონდეს, რომ მას შემდგომში გაუჩნდეს სტიმული, უფრო მეტად გააფართოვოს თავისი მეურნეობა. საკმაოდ სერიოზული დაინტერესება ჟოლოს მხრივ თვითონ სამინისტროს წარმომადგენელი შეიქმნა ჯგუფი. განსაკუთრებით ჟოლოზე რატომ არის? კახეთში კარგად მოდის ეს კულტურა? კახეთში, აი გურჯაანის რაიონი, თელავის რაიონი, დედოფლის წყარო, აი ეს უფრო სადაც უფრო მეტი სითბოა, ვთვლი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთესია მაყვალის გაშენება, მაგრამ ლაგოდეხის რაიონი ტენი მეტია, სიგრილე მეტია, აი ასეთ კლიმატურ პირობებში, როგორც ლაგოდეხია, თუ გინდათ ახმეტის გარკვეული მთიანი სოფლები, იქ ჟოლო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ სიმწიფისათვის მეტი შაქრიანობის დასაგროვებლად უფრო მზის ფაქტორი მისაღებია და საყურადღებოა. ჩვენი მაყვალი, შაქრიანობა 12% გამოვიდა, ეხლა შემოვიტანეთ ახალი ჯიში, რომელიც უფრო საადრეოა, ასეთი სახელწოდება აქვს არაპახო, მოცხარი, სულ რამდენი ერთი თვის წინ იყვნენ მოსკოვიდან წარმომადგენლები, რომლებმაცაც უნდათ გატანა და მათ აღნიშნეს, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნილება როგორც ჟოლოზე, მაყვალზე, ასევე
მოცხარზე. დიახ, ქალბატონო ეზალდა, როგორც ვიცით, ევროპის ბაზარზე კენკრის გაყიდვისთვის საუკეთესო პერიოდი არის მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, რადგან საქართველოში 2 თვით ადრე იკრიფება უეკლო მაყვალი. და ასევე გერმანიაშიც არის დიდი მოთხოვნა ამაზე. თქვენ თუ გაქვთ მოლაპარაკებები სავაჭრო ქსელებთან, ან თუ გადის ევროპაში, კონკრეტულად სად გადის ეს და თუ სარგებლობთ ამით? ჩვენ ამით ვერ სარგებლობთ, კი არ სარგებლობთ, რამის ეს არის გამო? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს რაოდენობა. არ გვაქვს ბიზნეს ბევრი უნდა. მათ უნდა დადონ ხელშეკრულება, რომ გარკვეული პერიოდში სტანდარტულად, რეგულარულად მიაწოდონ. თუ ვინიცობა მათი ხელშეკრულება დაირღვა, ევროპაში საკმაოდ სერიოზული სანქციებია და უშუალოდ იმ დროისათვის ვერ მიაწოდეს მათ. ძალიან სერიოზული სანქციებია. ესე იგი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რაოდენობას ვერ აკრავებთ. ვთვლი, რომ 2 წლის განმავლობაში მაინც არ გვექნება ის რაოდენობა, რომ ჩვენ ევროპის ბაზარზე ვიფიქროთ. პირველი ხელშემშლელი პირობა რაოდენობა. შემდგომში სულ ახლახან იწყება სერტიფიცირება ადგილების, ბაღების და ესეც ერთ-ერთი პირობა იქნება. ის რომ სერტიფიკატი მივიღოთ, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებთ თუ გინდათ გლობალ გეფი ავიღოთ, ამას 2-3 წელი სჭირდება. ამას ჩვენ თანდისთან ეტაპობრივად გავივლით და ვთვლი, რომ სადღაც ახლო მომავალში, ჩემთვის ეს ახლო მომავალი სადღაც 3 წელი მაინც არის. ჩვენ ვიქნებით უკვე სერტიფიცირებული, გავივლით ამ სტანდარტების დამაკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს და რაოდენობაც გვექნება. პროგნოზი უკვე მოთხოვნილება, რომ მოლაპარაკებები გვაქვს, რომ ახლო მომავალში სულ 30 გექტარის საშემოდგომოდ იგეგმება. წელს უკვე როგორც თქვი, ჩვენი ენერგით სადღაც 20 გექტარი მაინც გაშენდება. დიახ, მადლობა. ახლა როგორც მატყობინებენ თბილისიდან Skype-ით გვერდება მირიან ეჯიბაია, ვებ-პორტალი ევროპა საქართველოსთვის მკვლევარი. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემაში მონაწილეობთ. თქვენი ინფორმაციით, რა სახის პროდუქტი გადის საქართველოდან ევროპის ბაზარზე? თუ გაქვთ ინფორმაცია ამ შესახებ? მოდი დავკონკრეტდები და ამ შემთხვევაში რახან საუბარია კენკროვან კულტურებზე. ჩვენ და საუბედუროთ სამწუხაროდ კენკროვანი კულტურების ექსპორტი ხორციელდება ძალიან მცირე მასშტაბებით. რატომ არის მცირე მასშტაბებით? დიახ. არსებობს ამის სხვადასხვა მიზეზი. ქალბატონმა იზოლდან თუ არ ვცდები, უკვე ისაუბრა ძირითად მიზეზებზე. ეს არის თქვათ სტანდარტები და ჩვენი წარმოების, ასე თქვათ, მცირე მასშტაბები. ევროპელი ეს იქნება შუამავალი თუ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელი ევროპული, რომელმაც უნდა მიიღოს ჩვენი კენკროვანი, ასე თქვათ, პროდუქტი. ჩვენთან საუბარს არ დაიწყებს თუ ჩვენ არ გვექნება შესაბამისი წარმოების მასშტაბი. მაგალითად, იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც ევროკავშირიდან იყო მოთხოვნა მაგალითად უეკლო მაყვალზე, თუმცა საუბარი იყო ყოველდღიურ 1 ტონამდე მიწოდებას. დღევანდელი ქართული უეკლო მაყვალის წარმოება ამ მასშტაბებს ვერ წვდება. ანუ სტაბილური მიწოდებლები ვერ ხვდებით. მეორე პრობლემა ეს არის სტანდარტი, როდესაც პირველ წარმოებაზე გვაქვს საუბარი, ძირითადად გულისხმობ სტანდარტიზმს საუბრობ, გულისხმობ Global Gaps. დიახ, სწორედ ამაზე მინდა კითხოთ, რამდენად აკმაყოფილებს ამ სტანდარტს, თუ აქვთ სერტიფიკატი და ხელისუფლება თუ ეხმარება მათ, რომ დაეხმაროს აი ამ სტანდარტის დამკვიდრებაში. სამწუხაროდ Global Gap-ის დანერგვის კუთხით საქართველოს სახელმწიფო მდგომარეობა არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული და ვიცით, რომ ქართველი ფერმერებისთვის საკმაოდ რთულია IAP-ის ცესხის მიღება, ანუ ფინანსებთან წვდომა ძალიან ჭირს საქართველოში. ეს არის ერთი მთავარი მიზეზი. არის ძალიან დიდ ჩამოსაცვლელი მეწარმეები ამ კენკროვანი
კულტურის მიხედვით, რომელსაც დანერგილი აქვს ეს Global Gap-ი და ვისაც კი დანერგილი აქვს, მიმარჯვენეთ რომ ისინი ახორციელებენ ექსპორტს ევროკავშირში. ისევ მეორებ ეს არის ერთეული შემთხვევები, მე ეს შემთხვევები მაგალითად ვიცი კომპანიის სახელზე პირად ვერ გეტყვი, თუმცა ვიცი რომ გურიაში ფუნქციონირებს მოცვის მწარმოებელი კომპანია და ის ახორციელებს დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოცვის ექსპორტს და მას ეს თქვა სტანდარტი დანერგილია. იცით რა, ეს სტანდარტი არის ერთგვარი სერტიფიკატი იმისა, რომ პროდუქტი არის უსაფრთხო. აი ეს სერტიფიკატი აუცილებელია იმისთვის, რომ ქართველი, ასე ვთქვათ, წარმოებელი, კემპის წარმოებელი, აი ესე წელგამართული დაელაპარაკოს შუამავლოს ევროკავშირის ქვეყნებიდან ან უშუალოდ სასაცალოს რეალიზაციო ქსელებს. აქედან გამომდინარე Global Gap-ი, როცა ექსპორტზე ვსაუბრობთ, არის სავალდებულო კომპონენტი და ამის განვითარება და დანერგვაზე ზრუნვა არის აუცილებელი მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ის სურათი, რომ საქართველოში არის ტენდენცია იმისა, რომ კენკროვანი კულტურები, თქვათ, ფართობები ყოველწლიურად დაახლოებით 20-30%-ით იზრდება და თუ არ მოხდა საექსპორტო პოტენციის, ასე ვთქვათ, ათვისება, გამოყენება ამ ასეთი გულისხმობა ევროკავშირის ბაზარს, ეს წარმოება ეტყვი მაქვს, რომ ამ მასშტაბებს, ანუ ამ წარმოების მასშტაბებს მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი ვერ აითვისებს. მირიან, რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ მიაწოდოს ფერმერებს ინფორმაცია და დაეხმაროს მათ სერტიფიკატის მოპოვებაში, თუნდაც რომ დააკმაყოფილონ სტანდარტები? კი ბატონო, მე Global Gap-ის მიმართულებით სამწუხაროდ არ ვიცი არცერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად ეხმარება ფერმერებს. მე გულისხმობ თუნდაც ფინანსურ მხარდაჭერას ან საკონსულტაციო მომსახურებას მსგავსი პროგრამის შესახებ მე არ გამიგია, თუმცა სახელმწიფო ეხმარება წარმოებლებს წარმოების სეგმენტში. მაგალითად, სახელმწიფო უფინანსებს ყოველ შემთხვევაში ეს პროგრამა არსებობს USAID-თან ერთად და აუფინანსებს აი მაგალითად HACCP-ის სტანდარტის დანერგვის მხოლოდ საკონსულტაციო ხარჯის დაახლოებით 50%. 30% დააფინანსებს ამერიკული მხარე USAID, ხოლო დანარჩენი ხარჯის გაწევა თვითონ მოუწევს წარმოებას. თუმცა მე აქ მხოლოდ საუბარია საკონსულტაციოზე, თუმცა ამავე დროს იქ არსებობს სხვა ხარჯი, რომელიც ასე ვთქვათ ასოცირდება ამ HACCP-ის სტანდარტთან და მე ვთქვით, რომ ეს ხარჯი არ არის უმნიშვნელო, მით უმეტეს ქართველი ასე ვთქვათ ამ ფერმერებისთვის, ან წარმოებლებისთვის და ასე შემდეგ. მირიან, რითი გვეხმარება ევროკავშირი და ამერიკელი ხალხი ამ მიმართულებით? ამერიკელი ხალხის დახმარების მაგალითი უკვე გითხარით. ევროკავშირის შემთხვევაში ძირითადად დახმარება არის თუთხად ირიბი, ანუ საკონსულტაციო ფორუმის. რაც საკმაოდ სწორად იმაჩნია, მე არ ვთვლი, რომ თქვათ ფულის, ასე ვთქვათ, მიცემა არის სწორი დახმარების საშუალება თუ მეთოდი. ევროკავშირის ასე ვთქვათ, აი ამ პროგრამის ფარგლებში, რაც გულისხმობს თქვათ საჩვენო საკანონმდებლო მიახლოებას, ასე ვთქვათ, ასოცირებას, ამ პროგრამის ფარგლებში ხორცობთ სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ძირითადად უფრო ინფორმაციული სახის არის და თქვათ აცნობს ქართველ, ასე ვთქვათ, წარმოებლებს თუ ფერმერებს და ასე შემდეგ, იმისა თუ რა რამდენად აუცილებელია ეს ამ სტანდარტების და რა ეფექტი შეიძლება ამას მოყვეს. მირიან, მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, თქვენ რაში ხედავთ პრობლემიდან გამოსავალს და ისაუბრეთ თქვენ კენკროვან კულტურაზე და რა იყიდება ევროპის ბაზარზე კარგად, რა პროდუქტი? იცით, არა მარტო ევროპის ბაზარზე, ადგილობრივ ბაზარზეც ჩვენ ჩავდარეთ მცირედი კვლევა და ესე იგი სურათი ხორცთან ბეჭდავი იმ კუთხით, რომ ჩვენთანაც კი დეფიციტია კენკროვანი კულტურების. ანუ მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე თქვათ ჩვენ გვაქვს კენკროვანი კულტურების წარმოება.
თუ გინდათ კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით, აი მაგალითად მსხვილი სარეალიზაციო საცალო სარეალიზაციო ქსელების მიერ მოწოდებული ინფორმაციით მათი ყოველდღიური ბრუნვა საკმაოდ მაღალი იყო და ახლობით დღეურად 200 კილოგრამზეა საუბარი. ოდესაც ამ ინფორმაციას გაწვით ალბათ უნდა ჩავშალო მაგალითად ეს არის უეკლო მაყვალი ჟოლო მოწვით ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება თქვა საორიენტაციოდ ესე საშუალოდ ეს ციფრი ავიღოთ. და ეს მოგვცემს საკმაოდ ესე ვთქვათ რელევანტურ სურათს. დიახ, ესე იგი ჩვენთან მოთხოვნა ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ რომ საკმაოდ მაღალია, მაგალითად გუდვილის შემთხვევაში გუდვილი ასე ვთქვათ ეძებდა ესე იგი მომწოდებლებს, მსხვილ მომწოდებლებს იმისა რომ ვთქვათ მათ ყოველდღე 250 კილო ჟოლო ან მაყვალი უზრუნველყოთ ამ მოწოდების, თუმცა ეს მცდელობა ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის დასრულდა, მაგრამ ესე იგი მთლიანი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ ანუ დეფიციტურია ჩვენი წარმოებაც კი. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს ბოლო 10 წლების განმავლობაში სტატისტიკა გვაჩვენებს ჩვენ, რომ ესე იგი გვაქვს სამომხმარებლო მოთხოვნის კენტროვან კულტურებზე ესე იგი სტაბილური და უყრევი ზრდა. წელიწადში დაახლოებით 4-დან 5%-მდეა საუბარი ამ ზრდის და ეს ზრდა ესე იგი იმ ფონზე ხდება, როდესაც ბოლო 10 წლების განმავლობაში კენტროვანი კულტურის ესე ვთქვათ როგორც საბაზრო მდგომარეობა არის ისევ დეფიციტური. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი თვითონაც აწარმოებს სხვადასხვა კენტროვან კულტურებს, ახორციელებს ექსპორტს, ისეთი მსხვილი მწარმოებლებისგან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, მაროკო და მთლიანად სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, მიუხედავად ამისა, რომ არის სეზონები ევროკავშირის ბაზაზე, როდესაც კენტროვან კულტურებზე არის ასე ვთქვათ დიდი დეფიციტი. და თქვენ უბრალოდ ახსენეთ, რომ ჩვენ ვთქვათ ეს სეზონი ერთ-ერთი იმ სეზონებიდან საუბარი მაქვს ივლისზე, ხოლოს იმ დროს, როდესაც ჩვენთან არის სეზონი ასე ვთქვათ კენტროვანი კულტურების მოყვანისა. ჩვენ შეგვიძლია ეს პერიოდი ესე ვთქვათ ეს რაღაც კარგად გამოვიყენოთ. ვიყენოთ და ვთქვათ საექსპორტო პოტენციალი გავზარდოთ ევროკავშირის. დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციიდან გვერდთვებოდა მირიან ეჯიბაია, ვებ-პორტალი ევროპა საქართველოსთვის მკვლევარი. დიდი მოთხოვნა არის ასევე ღვინოზე, ქალბატონო თამარ, და რამდენად იყიდება საქართველოში თქვენ მიერ წარმოებული ღვინო პირველ რიგში? ჩვენი მარანი, საოჯახო მარანი თამარი ამზადებს 5-მდე დასახელების პროდუქტს. ესენია ისეთი ტრადიციული ჯიშებიდან მიღებული ღვინოები, როგორიც არის ქაწითელი, საფერავი, იშვიათი ქისი და ხიხვი და მე მინდა გამოვყო ერთი ჩვენი მარნისთვის და საერთოდ ღვინის მოყვარულებისთვის, ქართველებისთვის და აგრეთვე უცხოელი სტუმრებისთვისაც ეს ღვინო შარდონე, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ქართულმა ღვინის მოყვარულებმა, ქართულმა მომხმარებლებმა და უცხოელმა სტუმრებმა ღვინო შარდონე მიიღო ძალიან კარგად, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ მას აქვს რეალიზაციას ძალიან საინტერესო ბუკეტი. ამ ღვინის რეალიზაციას ჩვენ ძირითადად ვახდენთ საქართველოს ბაზარზე და უცხოეთის ორ ქვეყანაში, ეს არის შვეიცარიაში და ბერლინში. ამაში ძალიან გვეხმარება სოფლის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. დიახ, როგორც მატყობინებენ ზარია ჩვენს ეთერში, ბოდიში რო გაგაწყვეტინეთ, მაყურებელს აქვს კითხვა. გამარჯობა, მოგესალმებით. უკაცრავად გაითიშა. ქალბატონო თამარ, უფრო კარგად რო შეექმნას მაყურებელს წარმოდგენა შარდონეზე, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. ეს არის ჩემი ღვინოებიდან გამორჩეული ფრანგული ღვინო შარდონე,
რომელსაც იმდენად კარგი გემოვნება აქვს და იმდენად კარგი არომატები აქვს და იმდენად სასიამოვნო დასალევია, რომ მე ვიტყოდი, რომ შევქმენი ის ქალბატონებისთვის. ფრანგული ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინო შარდონეს მეღვინე თამარ დიღმელიშვილი სოფელ შაშიანში საკუთარ მარანში ტრადიციული მამაპაპური მეთოდით ქვევრებში აყენებს. ამბობს, რომ მამის დანატოვარი ვენახი გააფართოვა და უკვე მე-7 წელია მეუღლესთან გოჩა ფანჩვიძესთან ერთად 4 ჰექტარზე გაშენებულ შარდონეს, ქისის, ხიხვისა და ჰამბურგის მუსკატის ჯიშის ყურძენი მოყავს. ნატურალური ღვინის დაყენების ტექნოლოგია, როგორც თავად ამბობს, ოჯახში შეისწავლა. თანამედროვე ევროპულ მეთოდებს კი სომელიეთა ასოციაციის ღვინის სკოლაში გაეცნო. ამ ქვევრში არის 2016 წლის შარდონეს მოსავალი. პირველ რიგში ჩვენ ვცდილობთ, რომ მივიღოთ ხარისხიანი ყურძენი. ქვევრი არის ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად დაწურვის, როდესაც ყურძენი შემოგვაქვს მარანში, დაწურვის პროცესში ჩვენ ვიყენებთ იტალიურ კლერცგამცლელს. ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ღვინოს. ეს რას ნიშნავს? ნატურალური ღვინო რომ აწარმოო, უნდა ქონდეს ვენახის ნატურალური. ჩვენ ვენახს ვამუშავებთ მხოლოდ და მხოლოდ მამაპაპურად, ანუ თოხით და ტრაქტორით. არ შეგვაქვს გერბიციდები ვენახში. შარდონეს პირველი მოსავლი თამარ დიღმელიშვილმა 1500-მდე ბოთლი თამარის ბრენდის ღვინო შარშან ჩამოასხადა თბილისში ღვინის მაღაზიებში თითოს 25 ლარატყიდის. წელს კი პროდუქციის მნიშვნელოვნად გაზრდას ვარაუდობს. მის უახლოეს გეგმებში ქვევრებში დაყენებული შარდონეს ევროპულ ბაზარზე რეალიზაციაც შედის. ჩვენი მთავარი და სამომავლო გეგმები არის, რომ შევქმნათ კარგი და ბევრი ღვინოები, ჩვენი ღვინოები გავაცნოთ არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ გავიტანოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. თამარ დიღმელიშვილი სამომავლოდ საოჯახო ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. მარნის გვერდით ცალკე შენობას აშენებს, სადაც ტურისტებს ქვევრში დაყენებულ ფრანგული ჯიშის შარდონეს ღვინოს დააგემოვნებინებს და კახური ტრადიციული კერძებითაც გაუმასპინძლდებათ. ქაუტონ თამარ, თქვენ სიუჟეტში ახსენეთ, რომ შარდონი არის ხარისხიანი ღვინო, თუმცა ევროპის ბაზარზე ვერ გატიხართ. რა ხელშეწყობა გჭირდებათ იმისათვის, რომ ევროკავშირშიც გაყიდოთ ღვინო? იმისათვის, რომ ევროპის ბაზარზე გავიდეს ჩვენი საოჯახო მარნის ღვინოები, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ჩვენი ძალებით კონტაქტების მოძიება და ეს არის რთული პროცესი და ამიტომ ჭირდება მცირე მეწარმეებს ამ კუთხით სახელმწიფო სტრუქტურისგან მხარდაჭერა და თქვენ თუ მიგიმართავთ თუნდაც სოფლის მეურნეობისთვის ან ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის რომ დაგხმარებოდნენ? ჯერჯერობით 1 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე გავიტანეთ ჩვენი პროდუქცია და აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ეხლა ვიწყებთ, რომ ჩვენი პროდუქცია გავიდეს ევროპის ბაზარზე. თქვენი მთავარი მიზანი, როგორც იცი, არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით ბერლინში ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ღვინოები და მე ვფიქრობ, რომ აი ამ ბერლინის კვირეულმა ჩვენ მოგცა, მაინც მოგცა, ასე ვიტყოდი, რაღაც მცირედი საშუალება იმისა, რომ ჩვენი ღვინო მალე გავიდეს ბერლინში. დიახ, რა რაოდენობით აწარმოებთ? დაახლოებით 3500 ბოთლი ჩამოვასხით 2015 წლის მოსავალი იყო ეს 2016 წელში და ეხლა გავაორმაგეთ ეს ჩვენი პროდუქტი. მომავალში რა გეგმები გაქვთ და როგორც ახსენეთ, საზღვარგარეთ იყიდება და კონკრეტულად რომელ ქალაქებში გაიტანეთ? ჩვენ გავიტანეთ ბერლინში მცირე რაოდენობა და გავიტანეთ შვეიცარიაში. კარგით. კიდევ მადყოფინებენ, რომ ზარი არის ეთერში. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ დარეკეთ. გისმენთ? გისმენთ? ალო. გისმენთ? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით ჩემი ხო? დიახ. ალო. გისმენთ? შეგიძლიათ დასვათ კითხვა? ხალბატონო ნინო, ძალიან საინტერესო თემაა. მადლობა. დიახ, ეხლა ვერ დავსვამ. დიახ,
და მე მომეწონა ის ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა ქალბატონმა იზოლდიმ და ქალბატონმა თამარმა, მაგრამ აქ რაშია საქმე იცით? რაოდენობა როგორც გააჟღერა ქალბატონმა იზოლდიმ ძალიან მცირეა და როგორ უნდა მოხდეს რომ სხვა ფერმერების მიხედვით და ჩვენი მიბაძვით როგორ შეიძლება გაკეთდეს რომ გაიზარდოს წარმოება რომ გავიდეს ევროპულ ბაზარზე. მადლობა, დიდი მადლობა. ეს კითხვა მე მგონი თქვენ გეკუთვნით ბატონო ალექსანდრე. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ახლა ჩვენმა რესპონდენტმა რომელმაც ეკითხა როგორ უნდა მოხდეს არსებული პოტენციალის განვითარება რომ გქონდეს იმ რაოდენობის პროდუქცია, მარტივი პასუხი შეიძლება ამაზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, ზოგადად დაინტერესდეს ასეთი კულტურების გაშენებით და ეს საერთო ფართობების მოცულობის გაზრდა გამოიწვევს პროდუქციის მოცულობის გაზრდასაც, რაც თავისთავად შექმნის იმის საშუალებას, რომ გარკვეულწილად 2 წელიწადში იქნება უფრო მოკლე პერიოდში გქონდეს საექსპორტო ასე ვთქვათ, მოცულობის პროდუქცია, იგივე კენკროვანი კულტურები. დიახ, რა სახის პროდუქცია არის მოთხოვნა როგორც საქართველოს, ისე ევროპის ბაზარზე? თუ კენკროვნების თემას გავყვებით, ზოგადად კენკროვანი კულტურები საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია ევროპული ბაზრისთვის, მაგრამ გარდა კენკროვნებისა, ევროპული ბაზარისთვის საკმაოდ საინტერესო პროდუქტები, რომელიც ქართველ ფერმერებს შეუძლიათ შესთავაზონ. ასეთი კულტურებს განეკუთვნება იგივე კაკლოვანი კულტურები და განსაკუთრებით ხილი, გეცნობათ ალბათ თქვენ ხილის საექსპორტო პოტენციალის შესახებ, ასევე შესაძლებელია თაფლის, კივის და სხვადასხვა სუბტროპიკული ხილის შეთავაზება. ნუ რო დაუბრუნდეთ კენკროვანი კულტურების თემას, კენკროვანი კულტურები ამ ყველა ხილთან, ამ ყველა პროდუქტთან შედარებით უფრო ასე ვთქვათ, კარგ საინვესტიციო პოტენციალს იძლევა პოტენციური ფერმერებისთვის და ინტერესებული პირებისთვის. წეგან ითქვა აქ შეხვედრის მანძილზე, გარკვეული უპირატესობები ახასიათებს ჩვენ კენკროვან კულტურებს, კერძოდ ეს არის საადრეო პერიოდი, ერთ-ერთი კარგი ნიადაგური კლიმატური პირობები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მაღალხარისხიანი და საკმაოდ კონკურენტუნარიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, იგივე მაღალი შაქრიანობის შემთხვევაში, რაც გემურთვისებებში გადადის შემდგომში და უფრო კონკურენტუნარიანს ხდის სხვა ასე ვთქვათ წარმოებული პროდუქტი. დიახ, რაც შეეხება კენკროვან კულტურებს, იყო საუბარი რომ კახეთში ჟოლო კარგად მოდის, ასევე უკლომაყვალი კიდევ რა სახის კულტურის მოყვანას ურჩევთ ფერმერებს? კენკროვანთან დაკავშირებით გულისხმობთ, ანუ ეს ორი კულტურა არის ისეთი კულტურები, რომლებიც კარგი საექსპორტო პოტენციალის არის, რაც შეეხება ლურჯი მოცვის გაჟღერება მოხდა, როგორც ცნობილია, ლურჯი მოსვლა ჭირდება სპეციალური ნიადაგური კლიმატური ფაქტორები, ეს ნიადაგის არის რეაქციაზეა დამოკიდებული, უნდა იყოს ლუტე რეაქციის, მჟავა რეაქციის, ასე ვთქვათ, ნიადაგი, რომლის პოტენციალი ამ ეტაპისთვის კახეთში შესასწავლია და უფრო ამიტომაც არის გამოყოფილი, ასე ვთქვათ, იგივე ჟოლოს და იგივე მაყულის კულტურების წარმოება. დიახ, კახეთში ფერმერები ძირითადად მევენახეობით და მის კულტურების მოყვანით არიან დაინტერესებულები და თქვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო რა სახის PR კამპანიას ატარებთ იმისათვის, რომ მათ მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა უფრო დიდია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე? მოგახსენებთ, ზოგადად PR კამპანია, ასე ვთქვათ, როგორც ასეთი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირდაპირ პროფილში აღება, თუმცა ჩვენი სამსახური, ასე ვთქვათ, რეგულარულ შეხვედრებს ვაწყობთ ფერმერებთან სხვადასხვა სოფლებში, გვაქვს როგორც ასე ვთქვათ, უშუალოდ დარგობრივი ანუ კენკროვანი კულტურების საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, ასევე ვეხმარებით მათ სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვებაში, გაცნობაში, ვცდილობთ ასე ვთქვათ, ბროშურები, ჩვენს ხელსაყრელი არსებული მასალებით აუმაღლოთ ინფორმაცია და ცნობადობა თუ რა პოტენციალის მატარებელია ეს კულტურები, როგორ დაეხმარება მათ აი ამ კულტურების წარმოება საინვესტიციო შესაძლებლობის განვითარებაში, რა ასე ვთქვათ შემოსავალს მოუტანს და უპირატესობები გააჩნია ამ კულტურების წარმოებას არსებულ ტრადიციულ გავრცელებულ კულტურებთან, როგორც თქვენ ახსენეთ, იქნება ეს ურძენის თუ იქნება ეს კულტუროვანი ხილის წარმოება. თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ფერმერი არის დაინტერესებული ამ კულტურებით? კენკროვან კულტურებს გულისხმობთ ალბათ. ზოგადად ამ წლის სტატისტიკას რო გადავხედოთ, ჩვენ სამსახურს დაახლოებით 300-ზე მეტმა ფერმერმა მომართა სხვადასხვა ტიპის კონსულტაციებისთვის და ბოლო ორი თვის მონაცემებით ალბათ სუმცირე 50 ფერმერი მაინც არის, ვინც დაინტერესდა უშუალოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტზე მაქვს საუბარი, ვინც დაინტერესდა კენკროვანი კულტურების გაშენებით.
არა ასე ვთქვათ ზოგადი ინფორმაციის მიღების კუთხით, არამედ მისი ვთქვათ მოვლა-მოყვანის ხარჯებით, საექსპორტო პოტენციალით და სხვა ესეთი საექსპორტო მაჩვენებლებით. თუ გაქვთ თქვენი მეწარმეთა სტატისტიკა, რომლებიც თავიანთი ინიციატივით ცდილობენ ევროპის ბაზარზე გატანას? როგორც ქალბატონმა თამარმა ახსენა, ესე იგი, ასეთი ტიპის სტატისტიკა ფერმერების ინიციატივიდან ჩვენთან ვერ ხდება, ანუ ამ ტიპის ინფორმაციის მოგროვება, რომელი ფერმერი ცდილობს თავის ინიციატივით მისივე შეიძლება თქვენ დაგიკავშირდნენ და რა შევაკითხოთ და მოგვაწოდოს ისეთი ინფორმაცია, გვაქვს ზოგადად ასე ვთქვათ იმ ფერმერების სტატისტიკა, რომლებსაც სურთ აქ შექმნან და აწარმოონ ისეთი ტიპის პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადი იქნება ევროპის ბაზრისთვის და ჩვენ შესაბამისად ვცდილობთ მათ ინფორმაციის მოპოვებაში, ვთქვათ, ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებში დავეხმაროთ და მივაწოდოთ ამ ტიპის ინფორმაციას. დიახ. ქალბატონო იზოლდა, თქვენთან მექნება კითხვა და სანამ კითხვას დაგისვამთ, ისევ მატყობინებენ, რომ ზარია ჩვენს ეთერში. გისმენთ, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, შეგიძლიათ დასვათ კითხვა. გამარჯობა. მე წეგანაც დავრეკე და ძალიან მაინტერესებს ერთი ასეთი შეკითხვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა არის, გენაცვალე. დიახ, ეხლავე. ვინ უნდა განუსაზღვროს ხარისხი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ფერმერი მოიფანს თავის პროდუქტს, შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ მისი პროდუქტი დაიწუნა. და ამ ხარჯებს ვინ აუნაზღაურებს შემდგომში? აი კომისია იქნება თუ შესაბამისი სამსახურები, რომ მას შეთანხმება ყოლეს ახალშეკრულება დადებული მასთან. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საუბრობთ, რომ სპეციალური სერტიფიკატი უნდა გქონდეთ, მაგრამ იქნება პასუხად. დიახ, მოყოლებით. ბატონო, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ვახსენეთ ზოგადად, რომ ევროპის ბაზარი 2014 წლის შემდეგ, ასე ვთქვათ, DCFTA-ს, ანუ ბრმა-და-ყოვლის მოწვეული სავაჭრო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ გაიხსნა ქართული ფერმერებისთვის და ის პროდუქტები, რომელიც ჩამოთვალეთ, შესაძლებლობას ქმნის, რომ მოხდეს ევროპულ ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია სტანდარტიზაციის პროცესი, ვინაიდან ევროკავშირი როგორც ასეთი გარკვეული ტიპის სტანდარტებს არ აწესებს, როგორც ანუ პირველად წარმოების პროდუქტებისთვის, მაგრამ არსებობს სამხმარებლო კავშირები, რომელთა მთავარი მოთხოვნილებაც ზოგადად არა მარტო საქართველოს წარმოებული პროდუქტის, არამედ მთელი მსოფლიოდან იმპორტირებული პროდუქტისთვის უნდა იყოს თანაბარი და ამ სტანდარტებს ეს სტანდარტები თავმოყრილია, ასე ვთქვათ, სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტში, ეს არის Global Gap სტანდარტი. თავისთავად ეს სტანდარტი გულისხმობს იმ ტიპის სამეურნეო საქმიანობის წარმოებას და პროდუქციის წარმოებას ზოგადად, რომელიც მაქსიმალურად დაცულია სურსათის უნებლობის კუთხით, სადაც მაქსიმალურად გადვალეწინებულია პროდუქციის მიკვლევადობა, სადაც ასევე მაქსიმალურად არის ასე ვთქვათ, ინფორმირებული მოხმარებელი თუ რა პროდუქტს მოიხმარს, რა წარმომავლობა აქვს, რა ნიშან-თვისებებია, რა მახასიათებლები ახასიათებს. სამწუხაროდ საქართველოში Global Gap-ის მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია არ არის რეგისტრირებული და იმ შემთხვევაში თუ კი ამ სერტიფიკატით დაინტერესდება რომელიმე ფერმერი მოუწევს ასე ვთქვათ ექსპერტის კონსულტაციის მიღება საზღვარგარეთიდან, თუმცა ამაში გამოვყოფდი ერთ ასეთ სიტუაციას, ანუ არსებობს სხვა ტიპის სტანდარტებიც, რომელიც ასევე დაეხმარება ამ სტანდარტების, ამ სერტიფიკატების მქონა ფერმერებს, მაგალითად იგივე ბიოსერტიფიკატის, თქვენ ალბათ იცით, რომ ბიოპროდუქტზე ზოგადად მზარდი მოთხოვნა, ისევე როგორც კენკრონების, ასევე სხვადასხვა პროდუქტების ბიოღვინოს წარმოებაც დაიწყეს კახეთში და აი ამ ბიოსერტიფიცირების მიღება უკვე საქართველოსთვის შესაძლებელია, საქართველოს მოქმედებს მასერტიფიცირებელი ორგანო და დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ მიაკითხონ მათ, თუ პირდაპირ ცნობა შეიძლება არ კონდეთ, შეუძლიათ მოგმართონ ჩვენ სამსახურს და ჩვენ დავეხმარებთ და დავაკავშიროთ აი ამ მასერტიფიცირებელ ორგანოებს. დიახ, მადლობა. ქალბატონო იზოლდა, თქვენ ასევე ჩირსაც წარმოებთ და რამდენად პერსპექტიულია ევროპის ბაზარზე ჩირის გატანა? როგორც 2016 წელს ჩვენ ვაწარმოებთ საცდელი პარტიები გამოვაშრეთ, ლეღვი გამოვაშრეთ, ხურმა გამოვაშრეთ, ტყლაპი გავაკეთეთ, როგორც ვაშლის ასევე ტყემლის და საკმაოდ კარგი ხარისხის გამოვიდა და დაინტერესდა რამდენიმე მოგმართა პოლონეთში რომ გაეტანათ, გერმანიაში გაეტანათ, თითო რუსეთში გაეტანათ, უკრაინაში რაოდენობა რა ვიცი, ჩვენ რა შეიძლება ვაწარმოოთ, ჩვენ არ მცირე საწარმო.
ჩვენ ვერ აწარმოებთ იმდენად ბევრს, რომ ყველას მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებას თუ აკმაყოფილებთ? ნუ ფაქტიურად ჩვენ ბაზარზედაც არ გავსულვართ, გამოფენებზე გავედით და საბითუმო გაყიდვები ვაწარმოეთ. რა თქმა უნდა, ბაზრის ათვისება ადვილი საკითხი არ არის, ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული. რა პრობლემებთან არის დაკავშირებული? პრობლემებთან მას უნდა გარკვეული შეფუთვაც კონდეს, უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნილებებს, რომ ვიზუალური მხარეც, გემური თვისებებიც ყველაფერი. ამის მიღწევა ადვილი არ არის, ფაქტიურად ტექნოლოგსაც ვერ მოიძიებ, რომელიც გირჩევს, რომ ასე კი არა, ასე უნდა გააკეთო. წელს უკვე ჩვენ USAID-ის დახმარებით გვყავს ტექნოლოგი და იმედებს ვამყარებთ ამ სეზონზე, რომ ჩვენი პროდუქტი იქნება ხარისხიანი, დაფასოებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორი ფორმით, რა რაოდენობით იქნება თითოეულ კოლოფში მოთავსებული. ადვილი არ არის ამ გზის გავლა, მაგრამ თანდისთან ნელა-ნელა მივიწევთ წინ. თქვენი ინფორმაციით სულ თქვენ ახსენებთ ევროპის ბაზარს. დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვგავთ, ჩვენთვის ეს სიახლეა. იხდება იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომელიც ადვილი არ არის. თუ გინდათ Global Gap-ი, ეს არის რომ სურსათი იყოს უნებელი. და აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნილებას, რომ სურსათი არ იყოს დაბინძურებული. აი გულის კივილით კი არა, მე არ ვიცი, ნამდვილად ყველაზე რთული პრობლემა იქნება ის, რომ თუ გინდათ ჩამოვიყვანეთ, გადავიხადეთ ის თანხა, ჩამოვიყვანეთ სპეციალისტი, რომელიც მონიტორინგს გააკეთებს ამასთან, თითოეულ სოფელში არ აქვს მნიშვნელობა, რომ გაივლი გზას იმ ნაკვეთებში მიმავალ. აი ისი არის დაბინძურებული, ეს ცელოფნის პარკები ხო ბაირაღებით არის ყველა ხეზე ჩამოკიდებული, ნაგავი. აი მე არ ვიცი, ვინ მოგცემს იმ Global Gaps. ეს ხო ალბათ იქნება გათვალისწინებული, კი ბატონო, ნიადაგის მოსახლეობისთვის შეგნებაზეც არის დამოკიდებული და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამაზე. ეს ხო არის ის ნაგვისშემგროვებელი მანქანები დადიან სოფლებში. ჩვენ ვისარგებლოთ სიტუაცია და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართოთ, რომ პრობლემი დაინტერესდნენ. პატარა ფაქტორი არ იქნება, ხელშემშლელი დიდი ფაქტორი იქნება, თუ გინდათ იმ სტანდარტების მიღებისათვის. ეს აუცილებლად ვერც ერთ დამკვირვებელს, ვერც ერთ ექსპერტს ვერ მიიყვან იმ ნაკვეთებში. თვითონ იმ მუშებს უზომოდ ვთხოვ, თითქმის ყოველ დღე. სიგარეტის ნამწვავი კი არა, Global Gap-ი რომ მიიღო, იქ სადღაც საღეჭი რეზინიც კი რომ ეგდოს, სადმე ისიც კი არ შეიძლება. არამთუ კოლოფები და ცელოფანის პარკები და კონსერვის ყუთები და რა ვიცი ყველაფერი. სწორედ Global Gap-ი არის რომ სურსათი იყოს უნებელი. დიახ. ქალბატონო იზოლდა, თქვენი ინფორმაციით, კახეთში სხვა ფერმერების თუ არიან დაინტერესებული იმისთვის, რომ თუნდაც შირი აწარმოონ. მე როგორც ვიცი, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ბევრმა გააკეთა. თუ გიკავშირდებიან თქვენ, რომ როგორც უეკლო მაყულის დროს ჩამოაყალიბეთ ასოციაცია, ასე გაერთიანდეთ და ერთობლივად შეძლოთ რეალიზაცია პროდუქტის. რეალობა არის, რომ მე რა ინფორმაციაც გამაჩნია, კახეთში არ არის ისეთი საშრობი, რომელიც დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, როგორი საშრობი უნდა იყოს? ნუ ეხლა მზეზე გამომშრალი კი ბატონო, მზის ენერგიის გამოყენება აუცილებელია, შესაძლებელია, ეკონომიურია ბევრად, მაგრამ ის უნდა იყოს სრულიად დახურული, რომ იქ მწერებმა არ შეაღწიონ, არ მოხდეს დაბინძურება. ეს თითქმის ძალიან პრიმიტიულად ხდება შრობა და ასეთ პროდუქტს ვერსად ვერ გავიტანთ ჩვენ. მარტო მისი გამოკვლევა რომ მოხდეს მიკროსკოპიულადაც არაფერი ვერ დააკმაყოფილებს არამცუ ბაქტერიოლოგიური და სხვა კვლევების ჩატარება. ამიტომ კახეთში თითქმის მხოლოდ ამ ეტაპისათვის ჩვენ ვართ, რომელსაც გვაქვს მხოლოდ ორი საშრობი, ესეც ძალიან ცოტა რაოდენობა. მოხდება შრობა, ჩვენ ვფიქრობთ შემდგომში კიდევ შევიძინოთ დანადგარები, კიდევ გავფართოვდეთ, ჩვენი ტერიტორია გვაძლევს ამის საშუალებას, ჩვენი პოტენციალი
ალბათ უფრო სწრაფად გაიზრდება თუ ჩვენ პირველ წელს რომელსაც ვაწარმოებთ მოვახდინეთ მისი რეალიზაცია. რა გეგმები გაქვთ მომავალში? მე როგორც ვიცი USAID-ის პროექტის ფარგლებში ის გააკეთეთ საწარმო ჩირის საშრობით. პროექტი გეგმები დიდია არის. ჩვენ ტერიტორია, რაზედაც გვაქვს ეს საწარმო აშენებული, გვაქვს ფართობი. და ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკასთან არის დაკავშირებული, ჩვენ რომ გაანგარიშება გავაკეთეთ, გვინდა შოკმაცივარი და საყინული მაცივრის გაკეთება, რადგანაც მივიღოთ და გავიტანოთ ეს თუ გინდათ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ კენკროვანი კულტურები. ეს ძალიან მალქუჭადია, სპეციალური შოკირებული მეთოდით გაყვნის გარეშე მის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება. ну გარდა იმისა, რომ თვითმფრინავი თუ ვიღაცა წაიღებს და მიაწვდის მომხმარებას, დანარჩენ შემთხვევაში მთელი მსოფლიო ასე მუშაობს, რომ მოხდეს შოკური მეთოდით გაყიდვა. $170,000 დაიკავა აი ამ გაანგარიშებამ. ეს ცოტა თანხა არ არის ჩვენთვის. კი ბატონო, აწარმოე საქართველოს ფარგლებში შეიძლება ამით სარგებლო კიდევ სხვა ორგანიზაციები არის, მაგრამ დღეისათვის რომც გავაკეთოთ პროდუქტი არ არის ეს რომ საათში შეიძლება 1 ტონაც მოხდეს გაყინვა, დღეღამეში 24 ტონა და ნუ თუ 50 ტონას ავიღებ მე, ეს ფაქტიურად ძალიან დიდი ეკონომიური დანახარჯი იქნება და მისი რენტაბელობა 0 კი არა უარყოფითი იქნება. ეს ყველაფერი ვინც კიდე დაგეხმაროს, როგორც კიდე მცირე პროცენტში მოგცენ კრედიტი, ის გასასტუმრებელია და ეს პატარა საქმე არ არის ამ ფაქტის გასტუმრება $60,000. ჩვენ ახლა დიახ, ერთ-ერთ პრობლემაზე საუბრობდით, რომ კენკროვანი კულტურები მცირე რაოდენობით არის და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ვერ გადის ევროპის ბაზარზე და მინდა თქვენ გკითხოთ, შეიძლება ფერმერებმა თქვან, რომ ატამი დიდი რაოდენობით არის, თუმცა ვერ გადის ევროპაში. მიზეზი რა არის? ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს? გასაგებია, ანუ ჩვენ ვახსენეთ ზოგადად ის პოტენციალი, რომელ კულტურებსაც უფრო კარგი, ასე ვთქვათ, ნიშური სეგმენტის დაკავება შეუძლიათ ევროპული ბაზრისთვის. ზოგადად კურკოვანი ხილი და მათ შორის ატამი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც ევროპის ქვეყნების შიგნითაც საკმაოდ დიდი რაოდენობით იწარმოება და საქართველოს თუ გადავხედოთ წარმოებელთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით, არ უჭირავს მაინც და მაინც ამყვანი პოზიციები. მე ვერ ვიტყოდი ისევ და ისევ ფართობებისა და რაოდენობის მიხედვით და ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუნდაც ევროპული ბაზრისთვის, რომ ევროპელ მომხმარებელს ურჩევიათ უფრო მათთვის კარგად ცნობადი პროდუქტი მიიღონ, იგივე ევროპის ქვეყნებში წარმოებული ხილის სახით. ამასთანავე ერთად გარკვეულწილად პროდუქტის თვითმღირებულება განსაზღვრავს შემდგომში მის საექსპორტო პოტენციალს და ქართული ჩვენი წარმოებული ატამი იგივე დღეს მდგომარეობით იგივე ხარისხობრივი სიტუაციიდან გამომდინარე არ იმყოფება მაინც და მაინც კარგ კონკურენტუნარიან გარემოში, რომ მოხდეს მისი ექსპორტი ევროპაში. განსხვავებით იგივე კენკროვანი კულტურებისაგან. ანუ რა უნდა გააკეთონ ამისათვის ფერმერებმა? და თქვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო როგორ უწყობთ მათ ხელს, რომ როგორმე მოხდეს ჩვენი პროდუქტიც ევროპის ბაზარზე? კი ბატონო, აი იგივე კენკროვან კულტურებს ვახსენებთ მაშინ, როგორ ვეხმარებით ჩვენ და ცნობადობის ამაღლებაში იგივე რამდენიმე 10 დღის უკან დაახლოებით ჩვენივე სამინისტროს კახეთის რეგიონალური სამმართველოს ორგანიზებით გალბატონ იზოლიდისთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა კენკროვან კულტურების პოტენციალ საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ვცდილობთ რომ ეს PR კამპანია უფრო გავშალოთ და აუხსნათ ფერმერებს, რომ ის იმ პროდუქტების წარმოებას მიყვან ხელი, რომელიც დღეისათვის უფრო მოთხოვნადია არა მარტო ევროპის სხვადასხვა ბაზრებზე და ამავე დროს მათ წარმოება არ არის მაინც და მაინც ასე ვთქვათ ჭარბი, რაც თავისთავად განაპირობებს აი ასეთი პროდუქტების მაღალ საფასო სეგმენტში შეთავაზებას, ეს თავისთავად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მაღალი მოგების მარჟა ნახონ ფერმერებმა. განსხვავებით იგივე ვთქვათ კურკოვანი ხეხილისგან, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ფართობს მოიცავს იგივე კახეთის რეგიონის მასშტაბით, საუბარია ატამზე.
აი ამ ტიპის პროდუქტს რა თქმა უნდა აქვს ბაზარი, რა თქმა უნდა აქვს საექსპორტო შესაძლებლობები, აქ გასათვალისწინებელია ხარისხობრივი მიმართულებების გაუმჯობესება. აი შეგახსენებთ თუ აწვდით ინფორმაციას ფერმერებს, როგორ უნდა დაიცვან ხარისხს, ასევე შეწამვლის დროს რა დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება, დიახ. რა თქმა უნდა, ანუ ნებისმიერ სურვილს ჩვენთან შეუძლია მოვიდეს მოგმართოს, ჩვენი ინიციატივით მიმართავთ ასეთ დაინტერესების შემთხვევაში ფერმერებს და ვაწვდით სწორი მოვლა-მოყვანის ასე ვთქვათ ტექნოლოგიურ სქემებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პესტიციდების ნარჩენების კონტროლი, რომ არ იყოს ეს იმდენად მზარდი, რომელიც არ არის მოთხოვნადი ბაზარზე და ან როგორ უნდა იყოს სწორად დაგეგმარებული მეურნეობა და ასე შემდეგ. კიდევ გამოვყოფდი აი სერტიფიცირების მომენტში სახელმწიფოს მხარდაჭერას ასე ვთქვათ ფერმერების მიმართ. აქ წეგან ვახსენეთ Global Gap და Global Gap გულისხმობს არა მარტო კენკრონებს, ზოგადად ნებისმიერი პირველად წარმოების პროდუქციას და განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის. აი ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს განკუთვნილი პროგრამები, ერთ-ერთი არის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი, ასე ქვია. ამ პროექტის ფარგლებში ფაქტიურად 40%-იანი თანადაფინანსება შეუძლიათ მიიღონ პოტენციალურად ფერმერებმა სტანდარტიზაციაში და აქ იგულისხმება როგორც Global Gap-ის სტანდარტის დანერგვა, ისევე სხვა ტიპის სტანდარტების დანერგვა, ანუ ფერმერებს შეუძლიათ აი ამ პროგრამებითაც ისარგებლონ და რეალურად მოამზადონ ასე ვთქვათ თავიანთი პროდუქტი, რომ მოხდეს მათი რეალიზაცია უკვე შემდეგ უფრო მაღალი საფასო სეგმენტის ბაზრებზე, როგორც არის ევროკავშირი თუ სხვადასხვა ქვეყნები. დიახ. ქალბატონ თამარ, ღვინო შარდონე ვერ გადის ჯერჯერობით ევროპის ბაზარზე და თუ გიცდიათ კოოპერატივში გაწევრიანება სხვა მეღვინებთან ერთად, რომ უფრო დიდი რაოდენობით აწარმოოთ და ადვილად გაიტანოთ ევროკავშირში. ამასთან დაკავშირებით თითქმის რამდენიმე თვეა ვმუშაობ. ჩვენ მე პირადად დავეკონტაქტე კოოპერატივს, რომელშიც რამდენიმე ასეთი ადამიანია გაწევრიანებული კოოპერატივის სახით არის წარმოდგენილი. და იმეც ვიტოვებ, რომ მეც გავაკეთებ აი ასეთ კოოპერატივს, რომელშიც რამდენიმე კაცი იქნება გაწევრიანებული და დავაკმაყოფილებ იმ სტანდარტებს, რასაც მოითხოვს სოფლის სამინისტრო. ქალბატონ იზოლდა, რა უპირატესობა აქვს ერთობლივ მუშაობას და კოოპერატივში გაწევრიანებას? ძალიან რთული საკითხია დღეისათვის გულახდილად რომ ვისაუბროთ ის კოოპერატივების საქმე. ეს ახალი თემაა, თითოეული ჩვენ მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივების მართვის სააგენტო საკმაოდ დიდი მუშაობა გასწია ამ 2 წლის განმავლობაში. გაერთიანება შეიძლება მოხდეს არა მარტო იმ ნაკვეთების იჯარით, რომ კოოპერატივს გადაეცეს. წესდებაში უნდა ჩაიდოს რის გამო, რისთვის ერთიანდებიან. წესდებაში არდებს ეს? არა, უნდა ჩაიდოს მეთქი განაარდებს, უნდა ჩაიდოს, შეიძლება გაერთიანდეს, რომ მათ ერთობლივად აწარმოონ, ერთობლივად ან რეალიზაცია გაუკეთონ, ასულაც იმიტომ ერთიანდებიან, რომ აი მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები ერთად შეიძინონ საბითუმო ფასებში, რეალიზაცია ერთი ბრენდის სახით მოახდინონ. ჯერ ნამდვილად 2 წელი ძალიან ცოტა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს თვითონ მოსახლეობაში მოთხოვნილებაც, რომ ის ერთობლივი შრომა, ერთობლივი თუ გინდათ ბაზრის მოძიება ცალ-ცალკე თითოეულს ძალიან გაუჭირდება. ეხლა ჩვენ ნამდვილად ბატონ ლექსოსთან ერთად და რეგიონალური სამმართველოს მასთან ერთად გავიარეთ საკითხები კოოპერატივების მართვის სააგენტოც გვეხმარება ახლო მომავალში. ჩვენ გვინდა უფრო გავაუმჯობესოთ სტრუქტურა, როგორ შემოვიერთოთ სხვა კოოპერატივის წევრები, რის საფუძველზე, რა მოთხოვნილებით, რა ერთად გასაკეთებელი რა გვექნება. ამაზე სერიოზული სამუშაო მიმდინარეობს, ასე რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ აი ის ჩქარა კოოპერატივი გააკეთეთ და ეს მოგიწყობთ ხელს და ეს დიდი შრომა ჩასატარებელი და გასაკეთებელი ადვილი საკითხია. რა უპირატესობა აქვს კოოპერატივების შექმნას, რატომ მურჩევთ ფერმერებს, რომ გაერთიანდნენ?
და რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული? კი ბატონო, მოგახსენებთ. ანუ რო შევხედოთ ასეთი ჭრილით, დღეს არსებული რეალური სიტუაცია რა გვაქვს, ერთ ცალკე არღებულ ფერმერს, რომელსაც თუნდაც აქვს 1 ჰექტარი, ასე ვთქვათ, მიწის ნაკვეთი და იქ აწარმოებს რაიმე მრავალწლიანი კულტურის მოვლა-მოყვანას, მას უწევს შემდეგი, ასე ვთქვათ, პროცედურების ჩატარება, მოვლა-მოყვანა, შემდგომ მისი შენახვა, დაბინავება, შემდგომ მისი მარკეტინგი, ბაზარზე პოზიციონირება, რეალიზაცია, შემდგომ ახალი წლის, სამეურნეო წლის დაგეგმა და მთელი ეს სპექტრია. Აი სწორედ კოოპერატივი არის ერთ-ერთი კარგი საშუალება მცირემიწიანი ფერმერები გაერთიანდნენ თავიანთი რესურსებით. აქ იგულისხმება როგორც მიწის ფონდი, ასევე იგულისხმება მათი როგორც ადამიანური რესურსი, გონებრივი რესურსი, ფინანსური რესურსები. მოხდეს მათი გაერთიანება ერთი ამოსავალი მიზნის მიმართ, რაც გულისხმობს მათი მიერ პროდუქციის თვითღირებულების გაიაფებას, რესურსების დაბალ ღირებულებით წვდომას. ასევე შესაძლებლობა იქნება შექმნან სარეალიზაციო კოოპერატივები და მოახდინონ უკვე ერთიანი, ასე ვთქვათ, სახელით, სავაჭრო სასახელო სახელით წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ჭირდება ის საექსპორტო ბაზრებზე. ამისათვის კოოპერატივების განვითარების სააგენტო და რეგიონული საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები აქტიურ კამპანიას ეწევიან, ცდილობთ აუხსნათ ეს უპირატესობები ფერმერებს. რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც არის ინტერესი. ბოდიში ზარი არის ეთერში, მატყობინებენ. გამარჯობა, მოგესალმებით. გისმენთ? დიახ? კარტონინო. დიახ? თქვენ სტუმართან აქვს შეკითხვა სოფლის სამინისტროდან. დიახ. კოოპერატივების გაფართოებაზე რომ მიდის საუბარი. ჩვენ ისევ კოლმეურნეობების შექმნის კერხო არ მივდივართ, რაც იყო და რომელიც დაიშალა, იმიტომ რომ ეს თავიდან ანალოგიურად იყო პატარა არტელები, პატარა კოოპერატივები და ბოლოს კოლმეურნეობა და საფრთხემეურნეობა მივიღეს. და თქვენმა სტუმარმა იძლევა გავიმართოს, რომ ანალოგი ხო არ იქნება ეს იმის გამეორება. დიახ, მადლობა. რა განსხვავება მაყურებელს აინტერესებს კოლმეურნეობასა და კოოპერატივებს? ანუ კოლმეურნეობებსა და კოოპერატივებს შორის არსებობს ძირეული განსხვავება. უპირველეს ყოვლისა, კოოპერატივების ფუნქციონირება არის სხვადასხვა პრინციპებზე დამოკიდებული და მათ შორის დემოკრატიული მართვის პრინციპზე. აქ საკუთრების უფლება არ არის დარღვეული და მესაკუთრე იგივე მეპაი ან კოოპერატივის წევრია მის მიწასთან თუ მის რესურსებთან მიმართებაში. ასევე კოოპერატივის თითოეულ წევრს აქვს საერთო კრებაზე ერთი ხმის უფლება, რაც და დაცულია ეს კანონით კოოპერატივების შესახებ, ასე რომ იმისი საშიშროება რომ მოხდეს თუნდაც, რა ვიცი, ოდესმე აი ამ არსებული კოოპერატივების ასე თქვა კოლმეურნიზაცია, ანუ ამ ფორმით გადაკეთება ეს ნამდვილად არ დგას. როგორ იმუშავა კახეთში ამ პროექტმა? თავიდან მე მახსოვს, რომ ასოცირდებოდა კოლმეურნეობებთან. სამწუხაროდ ესეთი სტერეოტიპი არსებობს, იმიტომ რომ ჩვენთან განსხვავებული ტიპის მეურნეობის ფორმა აქამდე არსებული არის. კოლმეურნეობა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან გადმონაშთია, ასე თქვა ცნობიერებაში, თუმცა ამის საკმაოდ კარგი მაგალითები არსებობს ევროპული იგივე, სადაც 150 წლიანი გამოცდილება თუ როგორ ჩაისახა კოოპერატივები, რა მიზნებით ერთიანდებოდნენ, რა პრინციპებით ერთიანდებოდნენ, როგორ იყო იქ განსაზღვრული ფუნქცია მოვალეობები თითოეული კოოპერატივის, ასე ვთქვათ, მეპაის და რა სარგებელს ნახულობდნენ, ასე რომ აი ამ ევროპული გამოცდილებით იგივე იაპონიის კოოპერაციის მაგალითზე თუ სხვა ქვეყნების მაგალითზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მეშვეობით შეძლო, ასე ვთქვათ, კარგი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რაც უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს თუნდაც აი ამ ტიპის გარდაქმნა და არ წავიდეთ იმ მიმართულებით, რაც იყო, ასე ვთქვათ, კოლმეურნეობა, ეს სულ სხვა ტიპის ბიზნესზე ორიენტირებულ და სხვადასხვა სამეწარმეო უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს დღეს ჩვენ ფერმერებს და ნამდვილად არ უნდა გქონდეთ მისი შიში, რომ მათი ორგანიზაცია, მით უმეტეს, რომელიც ეს ორგანიზაცია მმართველობით კუთხით არის პირდაპირ კოოპერატივის მეპაიეების ხელში, ანუ ქმნიან საერთო კრებას, სადაც ირჩევენ თვითონ ეს მეპაიები, ვინც შექმნიან ამ კოოპერატივს მმართველობით ორგანოს გამგეობას, ფაქტიურად სახელმწიფოს ან სხვა მარეგულირებელ ორგანოს ხელი არანაირად არ ერევა გარდა საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, მოწესრიგებისა და ისეთი პირობების შექმნისა, რომ კოოპერატივები მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე იმედია ეს ინფორმაცია სწორად და კარგად არის მიწოდებული ფერმერებისთვის. დიდი მადლობა. გაუჩნდება დამატებითი შეკითხვა ამ კოოპერატივებთან დაკავშირებით, მართვის ფუნქციონირების, ჩამოყალიბების თუ განვითარების კუთხით შეუძლიათ მოგმართოთ გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური, მზათავართ
დავეხმარებით და უფრო სიღრმისეულად ავხსნით. დიახ, მადლობა. გადაცემის ბოლოს რომ შევაჯამოთ, ქალბატონო იზოლდა, თქვენ პრობლემი და გამოსავალს რაში ხედავთ, როგორ შეიძლება რომ ქართული პროდუქტი ადვილად გაიყიდოს ჯერ ადგილობრივ ბაზარზე და მერე უკვე შევძლოთ ევროკავშირში გატანა? ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება და ამაზე მოთხოვნილებაც არის გაიზარდოს ფართობები, ვაწარმოოთ მეტი რაოდენობით პროდუქცია, თანაც ხარისხიანი. მივიღოთ თანდისთან დავნერგოთ ის global gap-ი თუ სხვა სტანდარტები, რომ ეს მოგცემს საშუალებას, რომ გავიდეთ. ეხლა მაგალითად გავიდა პროდუქცია, კი ბატონო, ის სახელმწიფო არ მოითხოვს, რომ კიდევ თორე global gap-ი გქონდეთ. როდესაც გადის ექსპორტზე, გადასახადი ჩვენ არ გაგვაქვს. ნულოვანი გადასახადია, მაგრამ მათ შეუძლიათ აქვთ უფლება აიღონ ჩვენი პროდუქტი და ხელმეორედ შეამოწმონ ის შეესაბამება თუ არა სტანდარტებს. ეხლა თუ არ იქნება ის გაყინული და იმ მდგომარეობაში შეიძლება ერთი კვირაც დაჭირდეს იმის კვლევას, ამ ხნის განმავლობაში პროდუქტი დაზიანდება. ჩვენ რო გვექნება ეს სერტიფიკატი, არც ერთ მებაშეს არ ექნება უფლება, იმიტომ რომ ის სტანდარტი ექვივალენტურია, გვაქვს ამის უფლება, რომ კვლევისთვის დაუშვათ ნიმუში გააგზავნოს და შეაჩეროს საბაჟოზე ის პროდუქტი. ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, პრობლემების გარეშე გავიტანოთ. ესე იგი, პირველი რომ რაოდენობა გავზარდოთ, ხარისხი გავაუმჯობესოთ და ნამდვილად ჩემი ინტუიციით, ჩემი ამ გამოცდილებით ვთვლი, რომ ჩვენი პროდუქცია ძალიან მალე გავა ექსპორტზე, მაქსიმუმ 5 წელი. ეს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ თვითონ კენკრა უკვე ფაქტიურად მეორე წელს ვეგეტაციის დაწყებიდან მეორე წელს იძლევა მოსავალს. ადგილობრივ ბაზარს ხო 3 წელიწადში დავაკმაყოფილებთ, მაგრამ 5 წელიწადში გავალთ ექსპორტზე. იმედია. ქალბატონო თამარ, თქვენ რომ შეაჯამოთ პრობლემი და გამოსავალს რაში ხედავთ? საქართველოს ბაზარზე ალბათ ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ და ვცდილობთ კიდეც რომ შესაბამისი კონტაქტები მოვძებნოთ, ხოლო რაც შეეხება ევროპის ბაზარს, ისევ და ისევ მე ვფიქრობ, რომ კონტაქტების მოძიება არის საჭირო და ისევ ჩვენი მხრიდან და ამავდროულად აუცილებელია კონტაქტების მოძიებაში დაგვეხმაროს ის სახელმწიფო სტრუქტურა, ვისაც ჩვენ ვეკუთვნით. დიახ, და ბოლოს სიტყვა თქვენ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანუ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც კულტურებსაც განსაკუთრებული ნიშის დაკავება შეუძლია ევროპის ბაზრებზე. პირველ რიგში ალბათ ამისათვის კენკროვან კულტურების მიმართებაში ვიტყვი, რომ აუცილებელია ფართობების გაზრდა და შესაბამისად წარმოებული პროდუქციის გაზრდა, ვინაიდან მოხდეს ბიზნესის დაინტერესება ევროპის მხრიდან, რომ მივაწოდოთ ეს პროდუქტები. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რას აკეთებთ ამისათვის? ამისათვის როგორც გითხარით, ესე იგი PR კამპანია ჩვენი მიმართულებით რაც შესაძლებლობა არსებობს ჩართული ვართ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონალურ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა რეგიონებში და ასպես ინფორმაციას ხალხს, ფერმერებს, თუ რა საინვესტიციო შესაძლებლობები და საექსპორტო შესაძლებლობები გააჩნია კენკროვან კულტურებს თუ სხვადასხვა კულტურებს. გარდა ამისა, თითოეულ სოფელში საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები კახეთის რეგიონში მართავთ შეხვედრებს და ამ ტიპის ინფორმაციას ვაწვდით, კიდევ უფრო მეც მოვლა-მოყვანის და სხვადასხვა ინფორმაციას. ვცდილობთ, ასე ვთქვათ, აი ესეთი ტიპის გადაცემებში, როგორც თქვენ აკეთებთ, მივიღოთ მონაწილეობა და ეს საშუალებაც გამოვიყენოთ ინფორმაციის მისაწოდებლად. თავი ერთია, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პოზიციად არ უნდა დარჩეს ამ დარგის ასე თქვა პოპულარიზება და ფერმერებმაც თუნდაც ისეთ ასე თქვა აუთვისებელი მიწების ხარჯზე, რომელსაც ნაკლები რენტაბელობა ამ პერიოდისთვის და ან გამოუყენებელია საერთოდ და არ მიმდინარეობს ის იქ აქტიურად სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანა, შეეცადონ, მოსინჯონ, ჩაერთნენ და ნახონ რა სარგებელი შეუძლიათ მიიღონ იგივე უეკლო მაყვალის თუ ჟოლოს წარმოებით და შემდგომ უკვე ეფექტი დარწმუნებული ვარ იმდენად მაღალი იქნება მათთვის, რომ თვითონვე მოისურვებენ იგივე პროგრამა დანერგემომავლის კარგი საშუალების გამოყენებას, იგივე აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის გამოყენებას და სხვადასხვა სახელმწიფო მხარდაჭერას, რომ აწარმოონ ეს პროდუქცია და ახლო მომავალში დაიმკვიდრონ ადგილი
არაერთი საექსპორტო ბაზრები. დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობდით და ასეთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ. ჩვენი სტუმრები იყვნენ იზოლდა ქიტესაშვილი, უეკლო მაყულის მწარმოებელი გურჯაანიდან, თამარ დევმალიშვილი, ღვინის მწარმოებელი ქალიბა შაშიანიდან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე თათრიშვილი. ასევე თბილისიდან გადაცემაში ჩაგვერთო მირიან ეჯიბაია, ვებ-პორტალი ევროპა საქართველოსთვის მკვლევარი ორგანიზაცია კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი. დისკუსია განხორციელდა ტელეკომპანია გურჯაანის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში. სატელევიზიო პროგრამის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. მადლობა, რომ გიყურეთ, ნახვამდის.